აგარია რა ბატების მწყემსი კალოშებიანი ივანიშვილი რა სანამ ხელისუფლებაში მოენზრეოდა და ამ ქვეყანას იყიდიდა რაღაცა იმებს აბრახუნებდა რა ესე თხელ სიტყვებს რომ ამას ვიზავ იმას ვიზავ მე საქართველო მიყვარს ქართველი მიყვარს ვიღაცებმა ჭამეს ანუ აი დღესაც ეხა რა თავიდან ვიღაცები გასაგებია რომ შეიძლება ენთუზიაზმით იყავით რა ნებებს აყოლილი და აი ამ სააკაშვილის პოზიტივი შევეცი აგერ გავაჯმევინოთ მიშას და აგერ კაცი მოდის და მოუყვები ბევრი შეიძლება ყოფილიყო ის მიშა ისე დედამოწყმული იყო რომ ყველა გამოიყვანა წყობიდან ეხა რა აი ეხლა რა დღესაც ეს სოფლელი ყლესა რომ მიშასგან პროსტა ჰაბიტუსი და სიმაღლით განსხვავდება რა თორე დალშებულში ეხა აბოზრობის ხარისხში არაფრით არ ჩამოუვარდება თუ არ ჯობნის კიდევაც სააკაშვილს დღეს ვის მაგის კიდე ერთგულები ხართ და იძახით რომ ეგ კაცი ამ ქვეყნისთვის კარგს აკეთებს აი თქვენი სულ ყველას დედას შევეცინე რა ოთ განამეშევეცინე აი ტანკის ლულავთ ხარე ნაწყლში კაცო მოუჭამა იმენ აი ფრონტამდე რომ ამოუვიდეს თქვენ პოზიტივს შევხარე მე ვინც თავსდებთ რომ ბიძინა ივანიშვილს ვინმე ან რამე უყვარს ამ ცხოვრებაში და ვაფშე რამე ადამიანურის ცხია რა განა ის ცხოველი რო არის და უდავი როა და ის რო არის რა ქვია მაგარი ხიშნიკი მაგი გავიგეთ მაგრამ აი დალშებულში რა ჩვენ გასაგებია რომ ადამიანები ყველანი ცხოველები ვართ მაგრამ საბოლოო ჯამში რაღაცა გვაქვს რაღაცა თვისება რომელიც ცხოველისგან განგვაშფოთებს ხო მეტყველების უნარი გაგვაჩნია ბოლო რა და რაღაცა მორალურ ფასეულობებს ვიგონებთ აი რომელი გააჩნია მაგდედა მოწყნობს მაგას რის გამოც მაგას კაი სააკაშვილი მეც მეზიზღება გავიგე და ნაბოზარი იყო დედამოწმული იყო დასაჭერი იყო რა ვიცი ბოთლზე დასასმელი ეს რითი განსხვავდება ბიჭო მაგისგან ანუ აი ყველას დედას გვიტყნავს როგორც შეუულია სადაც შეუძლია და რომ თვითონ იყოს და თავისი ნაბოზრების კამანდა ვინც ახვევია ესე ქვევიდან ზევით ვინც უყურებენ რომ აი თავზე დამაფსი ბიზინა ჩემო და რაღაცა ეგეთ კამანდას რო იმას აქნას რა კენკი გადაუყაროს რა რო ყავდეს ეს ბატები სამწყებსად აი რომელი შეგნებული ადამიანი ხართ მაგის გვერდში თქვენი დედის სისხლი ეს აშენებს ქვეყანას და ამას უყვარს საქართველოს ხო და ეს ეკონომიკა ეხა დენის ფასმა რომ მოიმატა და ნებისმიერ ამეზე რის წარმოებასაც დენი ჭირდება ყველაფერი რო გაძვირდება აი ამ ცირკში ხო თქვენი პუტანკა დედა ნაწილეობას რო იღებთ იქით კიდე ეს NGO სექტორი ყლეები რო ხართ რომ მაჯერებთ რომ მე აქ არჩევნებზე ჩემდეს წყვეთ თქვენი დედა შევეცით როგორ მეზიზღებით ფუ იმენ ამას დედას თუ მოუწყნავ და თუ დაახრჩობ რომ მეორემ შემდეგი რომ ვინც მოეთესალება ეგეთი აღარ გააკეთოს რა იგივე რო აღარ გაიმეოროს აი ედიკასთვის რო დედა მოგვეწყნა მიშა ეგეთი ვერ იქნებოდა მიშასთვის რო დედა მოგვეწყნა ეს ესეთი ვერ იქნებოდა და ეს არის ყველას ბრალი რაც ჩვენ თავს ხდება იმიტომ რომ ჩვენი წელი პასუხისგებლობა არ ვითავეთ ჩვენი შვილების წინაშე და ესეთ ნაბოზრობას ხელი მოვაწერეთ რა მეც განდონი ვარ მათ შორის რომ აი ხა არ მივდივარ იმაზე რა ქვია ჰაშიმის შაჰიდის კამრი და თავს არ ვიფეთქებ იმასთან რა ქვია მეც რაღაც პონჩი ნაბოზარი გამოვდივა ხო ვიცი სადაც ცხოვრება რა ანუ აქ ადამიანი ვერ იცხოვრებს ეს არის ზოოპარკი ჩვეულებრივი და ვაწერ ხელს იმაზე რომ მე ზოოპარკში უნდა ვიცხოვრო და ცხოველი ვარ რა აი ეგ არის რა
ადამიანური ყოფა არ არის აქ ძმაო. ეს არის რა ამას ბოზობა და ბესპრედელიც აღარ ქვია. ამას ქვია რომ დედას გვიტყნავს. ირანი გავხდით. ჩვეულებრივად ირანი ვართ. ვიღაცა დაგვასვეს თავზე რუსმა და ამერიკელმა ერთად და ეს აიტანე, არ აიტან კაი დედიშვილი ხარ, მაშინ სროგზე ეგრევე. აი ეგ არის ჩვენი რეალობა. მოკლედ, როცა მგონია რომ რაღაცა 37 წლის ასაკში უკვე აღარაფერი აღარ გამაოცებს, რა უნდა გაიგოს ან რა უნდა დაინახოს შემოთვალებმა და ყურებმა და რო ვერ წარმომედგინა რომ სააკაშვილზე მთავრობა იარსებებდა. ნუ ეხა მე იმებს არ ვამბობ რა კიმ ჩენ ინი და ხამენეი და ვიღაცა აბოზღები რო არიან რა. აი მიშა რო წარმომედგინა რომ ქართულ რეალობაში ყველაზე დიდ ავანტიურისტად, აფერისტად, აი უპრინციპო, უმორალო და რაღაცა ბესპრედელნიკ რუსულ გამოთქმას ვიხმარ რუსულ სიტყვას. ანუ აი რომ სტორმუზი რო არ აქვს, რო წარმომედგინა ხოცებმა აი 10 ჯოკერი გადაარწმეს ხალხო რა. აი მე არ მისმის ამ ქვეყანაში როგორ შეიძლება ვინმე ჯანსაღი ფსიქიკა შეინარჩუნოს რა. ჩვენი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ჯერ ბიჭო პოლიტიკასთან რა შუაში არიან, რა სახეები არიან, ვინები არიან, ამათი შავი საქმის შემსრულებელი სულ ყველაფერი ესენი ვინ არიან, ანუ ყველაფერზე ხელის მომწერები, ბავშვი ყანიები არიან იმენა რა. აი მე მეტი ბოზობა და ბესპრედელი რა გინდა და ვიღაც გამოვა მე და მე ძმა ქურდულად ცხოვრობ. ქურდულად როგორ ცხოვრობ, რატო არ ხოცავ ამ ბოზებს მაშინ შენი ბოზი დედას შევეცი მე. აი მოძველ ბიჭო ელემენტებს გეხებათ რა. აი რო იძახით რომ მე ბლატნოი ვარ და სადაც ავარ ვაშავებ სიტუაცია. 30 წელია 37 წლის ვარ და რაც გავაცნობიერე საბოზეთში ვცხოვრობ და ბოზებს მიყავთ პარადი ბიჭო ამ ქვეყანაში. თქვენ სადა ვართ ვაფშე ესენი ვინ არიან? ის რო გამოვიდა ის პუჩისტი შარმანაშვილი და ავტომატი რო არ გესროლეთ მადლობა თქვითო. აი მაგასაც იძავენ, მაგაზეც წამსვლელები არიან და მე ვიღაცა მეტყვის რომ აბა ნაცები გინდა, ნაცებს მოუთხარ გამომწელავი ნაწყლიდან და კი ბიჭო რამდენი ნაცი პორტირებული ნაცი არის და რა ნაცები არაკეთებენ. ეხლა იმას რა ქვია, ეს მინისტრი ვინც არის რა ქვია, იმ ძალოვნების ნაცი არის ხო? მიქანაძე თუ ვიღაცა როა კიდე ეხლა ყოფილი ძაღლი განათლების მინისტრი ნაცი არის ხო ბიჭო? ვის აბოლებთ თქვენ ვაფშე და კობახიზე გამოდის და დემოგრაფიაო ღარიბ ქვეყნებშიო და დედა რო მე ხიდა რო არ ჩამოსულანო და ყუდებით არიან ჩამოკიდებული მაიმუნებიო ზიმბაბვე და რა აფრიკა და აზიაშიო იქო უკეთესი პირობაა ტრავისმეც არაფერს არ აკეთებენ ბევრი შვილები ყავთო და ჩვენცო ეკონომიკური ზრდაო როგორ რატო უნდა იყოსო პრიორიტეტიო კაცო აბა მერეო ევროპაშიო სექსი აღარ არისო და ის ოჯახებს აღარ ქმნია ანუ აი ვიღაცა კიდე ის დღეს ფორმულაზე უყურებდი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პრეზიდენტი რომ ბოლომდე ავტორიტარიზმი არ არისო ანუ ტიპი გეუბნება რომ უნდა გაგამათხოვრო დედა მოგიტყნა დაგარეკეტო ყველანაირად და კარგი არის იმიტომ რომ ნუ მე სექსი დაკავდები აბა ეხა მანამდე ჩვენ კრიტიკაში და განჯაში ხარო სანამ არ ხშიაო და სანამ არ გეტყნაო აზროვნებო ეხაო და ესო რა ქვია უამ რომ მოგეკითხე ანუ ინსტინქტებზე უნდა იყო რა უნდა გშიოდესო და უნდა ცხოვრობდესო და უნდა მერეო ისო რა ქვია სექსი გექნებაო თუ რავი აი რაღაცა მარაზმშია ეს ყველაფერი გადასული და ვალოდია პუტინს მოუთხანის დედის მუტელი კიდე ატომურ ბომბს რო არ გვესვრის მაგის ბოზი დედას შევეცი ეს ერი უნდა გაწყვიტო და გაჟლიტო ვაფშე ფხიზელი ხარო ეხა ერთი ჩემი ოჯახის ახლობელი მეკითხებოდა ფხიზელი ვარ ხო ბოზების ჯინაზე ფხიზელი ვარ იმიტომ რომ არ დამაბრალონ რაღაცა გამოვფხიზლდი ხო აღარა ვარ და აღარაფერზე დამოკიდებული ამათი დედის სისხლი ამათი